საქართველოს სულიერი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია მაცხოვრის კვართის დაბრძანება საქართველოს უძველეს დედაქალაქში მცხეთაში. სვეტიცხოველში დაფლული ეს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე ჩვენი ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთი ნიშანსვეტი და საფიცარია. იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ებრაელები, ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელთმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხოვაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზ და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოუძახებია მშვიდობით მეფობაო ისრაელთაო, რამე თუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა.